მე მინდა მოგესალმოთ ყველას, ჯერნიდან და რამდენიმე სიტყვა უკრაინულად იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც მოხდა უკრაინაში, ხო არ წახვიდებს ყველგან, იმიტომ რომ მალე დავუბრუნდები ქართულს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მაქვს საქმე. Миспит через 7 годинам загиблых в Киеве, Днепре, Белгороде-Днестровскому, а також в Сумах. Я дуже переживаю, що сьогодні розбомбили також Вілково, де колись я був головою ОДА, я побудував критично важливу дорогу. А також пошкодили те, що я бачив в новинах, відову арену в Дніпрі, там, де виховувалась Оксана Баюл і багато інших відомих українських спортсменів. Все це дуже сумно. Я хочу подякувати Михайла Подоляка, а також Вадима Ганайчука за їх щиру підтримку і за людську емпатію, за прояв всіх їх заяв і їх підходу до мене і взагалі до ситуації в Литві. А саме угодили карту текст. Поло 12 წელზე მეტი. ეს არის დიდი გრევის პერიოდი. ძალიან დიდი გრევის პერიოდი. ჩვენ ესე იგი ყველა ის ინსტიტუტი, შეგვიძლია პრაქტიკულად თელშუა გადაგვახდეთ, არ გაკონტროლის თავს. თქვენ იცით, რომ მაგალითად უხდება აუცილებლობა მოხელეების კოლექტიური დეკლარაცია. ეს თავისუფლად ჩემი ინიციატივით მოვიდა. მათ შეუძლიათ მიიტვისო რამდენი სურთ, ეხო ხო არ არის ბექადა. ყველაფერი კარგად ისმის ესეც გადამუშავება. მათ შეუძლიათ მოიპარონ რამდენი სურთ, მიიტვისო რამდენი სურთ და ეს კოლექტიური დეკლარაცია აღარ არის აუცილებელი. შემოიღეს სისტემა, რომლითაც ტელევიზიები და სხვა მედიები გააკრიტიკებენ მოხელეებს კორუფციისთვის, ისინი შეიძლება დაიჭირონ, მაგრამ მოხელეები არ არის ჟურნალისტები და ჩასვათ ციხეში ან გადაახდიონ დიდი ჯარი. ესე იგი აკრძალეს კორუფციის დანახვა. კი, და შემჩნევა. ახლა გამოაცხადეს, რომ აუქმებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდას გაწეული მომავალწილად. ესე იგი ისე სრული მასშტაბით შევა კორუფცია, რომელსაც უკვე ნაცვლად დააბრუნეს ამათ ჩვენ განათლების სისტემაში. არადა ეს იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი. ექსიკუთ ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ეხება ვარდების რევოლუციის მონაპოვარებს და ეს გრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდ გრევას მოყვება ყოველთვის ყველაზე დიდი აღშენება. ამას ვამბობ როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერი და ჩვენ ვარდების რევოლუცია ახალი ეტაპი გაგრძელება აუცილებლად გვაქცია. იმიტომ რომ ისევ აღმოსაყრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველოს საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ მთელი ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ყველაფერი ამისთვის ვართ ძაბ. ამისთვის არის როგორც შიდა, ასევე გარე პირობები. აი ამ ომების ხარჯზე უკრაინაში, ირანსა და ისრაელს შორის, სადაც ისრაელმა და ამერიკამ გაიმარჯვეს, პალესტინაში, პალესტინელთა მიმართებაში მოყვება პოლიტიკის დიდი განაზრების დრო და ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში. საქართველოში არის ახლა გაუკმარტებული პროცესი, ქვეყანას მართავს ივანიშვილი, რომელიც ინსტრუქციას იღებს თავისი ფსბ-ს კურატორიზმი, რომელსაც თახლია ტელეგორიაში და ივანიშვილის გასაფრთხილ მართულები, რომელიც თავისუფლად იღებენ ამ ინსტრუქციების მიიღებიან თავის ინსტრუქციას. საქართველოს განათლების მმართველად. აღსურებენ ტრის დავლებას. ყველაფრის გათვალისწინებით, ისტორიული ლოგიკის გათვალისწინებით, ხალხის განწყობის გათვალისწინებით, ჩვენ განაშულებულ ფაქტორების გათვალისწინებით, ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ გაწევს. ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები. საქართველოს აუცილებლად
აიგულებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, გერმანელები დაბრუნდებიან თავის სახლებში, იმპერია იშლება და ამ საკითხებში დგას ის კავკასიის გაერთიანების ამბავი, იმიტომ რომ კავკასიის გაერთიანებაში ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ ისტორიულად დიდ როლს, გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, მეცნიერებაში არნოლდ ჩიკობავა, თქვენ იცით რომ მაგალითად ეგუშებს მუდმივად დგას საკითხი საქართველოსთან შემოერთების, იმპერიის დაშლასთან ერთად არამხოლოდ ჩვენ ტერიტორიების დაბრუნების, არამედ მის წესრიგში შეიძლება დადგეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთან შემოერთების საკითხი, ასოცირების საკითხი. მთლიანად იცვლება კავკასიაში სიტუაცია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა თურქეთში და მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი, ეს არის ისტორიული გარღვევა, კავკასია ისევ იკვრება ერთ მუშკად. და სომხეთმა გამოაცხადა რუსების ბაზების გაყვანის აუცილებლობა. შესაძლოა. ეს არის იმ ხელა პროცესი, რომლის გარეთ საქართველოს ვერ დადგება, როგორც უნდა მოიგონოს მათ, ვინც ეს უნდა მოგარეო. ამიტომ ამ პირობებში ჩვენ უნდა გავუყოთ ჩვენი ემიგრანტები, რომელიც აქტიურად უნდა შეერთოს საქართველოს საზოგადოებრივ კულტურაში, ელექტრონული ცენტრის შემოგვიდეს და ყველა ძირითადი დაწესებულებები მიღებული იქნეს მათი მონაწილეობით საქმიდან დაუსრულებლად, იმიტომ ისინი დარჩენენ საქართველოს ისინი სელსოფლიოს სახელს და მე მინდა ვთქვა, რომ მე მინდა მიმართოს ყველას, ვინც მე მიბიჭებს ხალხს და საქართველოს უმეტეს ხალხს ჩვენ ისათვის რომ შევძლოთ ერთიანობის შექმნა. გაყოფის დრო რო აღარ არის, მე მგონი ამას ყველა ხდება, ყველა საკითხს განადგურება. რომელიც მოითხოვდა რომ მე უდანაშაულოდ ყოფილიყავ ციხეში, იმიტომ რომ ეს თუმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, არ ამგონი ახლა. ოდესა ჩემთვის ის არის ამ რეჟიმის სკვერპრი და მე მას უცხადი ირაკლი ოქროაშვილი, რომელიც ყალბი ჩვენებით მივიყოფები ამ ქისტოსის მიღმა. იქ სოლიდარობას, იმიტომ რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა და საოკუპაციო რეჟიმზე. მამუკა ხაზარაძეს ძალიან ერთად წამოწდა, რომ რატო ალაპარაკებენ სააკაშოს ციხიდან. ახლა თვითონაც არის ისოდაც მიღმა მე მოსულ უცხადებ სულ ადამიანურ სოლიდარობას და აღნიშნავ მის ვაჟკაცობას უარი თანამშრომლა ამ რეჟიმთან და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვთქვა მის და სხვა პოლიტიკელების გაუყურებლად. იმიტომ რომ ყველაფერს წელი და წარსულის წელების შეიძლება ვახსოვდეს, მაგრამ აბსოლუტურად არ არის რელევანტური. ჩვენ ვძლებ დაჩქარებას იმ პროცესების, რომელიც ისედაც მოხდება. რაც ჩვენ უნდა კარგად გავაშუქოთ ყოველი თემა, ყველა დარღვევა და საზოგადოების ქონის მათთან პასუხები, ვისაც როგორ ვაპირებთ პროცესის გამოსწორებას. მაშინ რა დააკარგეს ხალხს, როგორ ვაპირებთ გამისადგენას, როგორ ნუ დაველოდებით ყველა სხვა პოლიტიკური აქტიორების განაცხადებას. ჩვენ უნდა ვაკეთოთ მიერ. მე რა თქმა უნდა ჩემს დიდი ისტორიულ პასუხს გეუბნებს. ვიცი რომ მე შემიძლია ამ ყველაფერს საქართველოს გამყინვარების დაყენების დიდი კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი სრული შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების გამო, ჩემი რეპუტაციის გამო, იმიტომ რომ რეგიონის ყველა ლიდერთან თითქმის ვარ ძალიან ახლო უთხოვაში და ვისთანაც არა ვარ მაგალითად პაშინიანი იმეორებს რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავაცარეთ თავის დროზე და ჩვენ ანტიკორუფციულ რეფორმებს. მე ვცდილობ ამას, რომ მე შემიძლია, მაგრამ მე შემიძლია მხოლოდ ქართულ ხალხთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად. მე ვიგებ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვიცი რომ ვაცნობიერებ, რომ ძალა ერთობაშია და ცალკე ადამიანი ამას ვერ შეძლებს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ძალას ვახმარ იმას, რომ ამ მიმართულებით დროზე ამოძრავდეთ. გაერთიანებული კავკასია უახლოეს პერიოდში და გაერთიანებული საქართველოს იქნება მის ღერძი, იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო იყო დიდი გეოპოლიტიკური დიდი მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა
კონტრრევოლუცია ჩვენი მტრის დახმარებით ჩვენი სტატუსს გაგვაკარგიეს, მაგრამ ჩვენ ამას დავიბრუნებთ ჩვენი მეგობრების მეშვეობით, მათ შორის უკრაინელების მეშვეობით, სადაც მე მათ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა, როგორც იცით, ჩემდე ვარ პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველთა საბჭოს რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ასევე ევროპელების და ამერიკელების მეშვეობით. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გაუძლო მრავალ ჭირვარას. ახლად გაიმართოს მანქუთების წინააღმდეგ ყოველგვარ ამ დაცემას მოყვება აუცილებლად დიდი გამარჯვება, დიდი წინსვლა. ამიტომ ერთიანობა, კიდევ ერთხელ ერთიანობა, მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არ თანამშრომლობენ არალეგიტიმურ პარლამენტთან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და მათთა ძალიან განვიცდი, რომ ნიკამელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე და ბევრი პროექტი, რომელიც არის შექმნილი უკრაინაში, მაგალითად იუსტიციის სახლის მსგავსი პროექტები, გიორგი ვაშაძის უშუალო მონაწილეობით გაკეთდა. და ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში და ვინ უშვებს? სრული არარაობები და მართლობა. ყველას არამატა ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა გვესწოდოს, თუ ჩვენ არ თანამშრომლობთ არალეგიტიმურ კომისიასთან პარლამენტში, ასევე არ შეგვიძლია თანამშრომლობა საარჩევნო კომისიასთან, რომელიც ზუსტად ასეთივე არალეგიტიმურია. თუ ვამბობთ ას, უნდა ვთქვათ ბ-ს. ყველანაირი თანამშრომლობა მათ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო კომისიასთან ეს არ მხოლოდ თავის მოტყუება, არამედ ხალხის მოტყუება და ჩვენ გაცნობიერებთ ამაზე ჩამოყალიბდებით. საზოგადოება უნდა დაირაცხოს. მარტო იმის საუბარი, როდესაც ვიღაცა შეიძლება და ჩემგანაში გაკეთება არ შეიძლება. ახლა თითოეულ ადამიანზე ეს დამოკიდებულია. საზოგადოება უნდა შეძლოს თავდაცვის მექანიზმების შეთქმა ძალადობის. ამ მექანიზმების გარეშე, ამ თვითორგანიზებულობის გარეშე ლანგარზე არავინ არ მოგვართობს წარმატებას. რა თქმა უნდა, ესე ჩამოიშლებიან, მაგრამ საუბარი არის უახლოეს პერსპექტივაში ჩამოშალოს და უახლოეს პერსპექტივაში რეჟიმის დემონტაჟს. ამას არ აქვს ალტერნატივა, თუ ჩვენ ვიკრიბით ისეთი ორგანიზებულები, როგორც ვიყავით წინათვეებსა წლებში, კიდევ უფრო მეტ და კიდევ უფრო მეტად აქტიურები. თუ არ ვითამაშეთ, მათი თამაშის წესები. თუ არ გამორჩილეთ მათ ეგრეთ წოდებულ კანონებს, რომელიც არაფერი კანონთან საერთო არ აქვს და სინამდვილეში უკანონობის და ძალადობის განსახიერებაა. ჩვეულებრივი ბანდიტების, ყაჩაღების მიერ ხელში ჩაგრეულ ძალაუფლება. მე მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომელიც ამ აქტივობისთვის დასალიან ციხეში. თქვენ ნახეთ, რომ ალექსანდრე ლუკაშვილიც კი პოლიტპატიმროს ათავისუფლებს, იმიტომ რომ ამერიკას გაუწია ანგარიში. ირანის სიტუაცია, გაგვანახეთ, ამერიკას ვისაც ეგონა, რომ ამერიკა ისე ჩაესვენა და მას არანაირი ანგარიში არ უნდა გაუწიოთ, თუმე ელჩხაც კი არ უნდა დაელაპარაკოს. ეს ხალხი ძალიან მწარედ სულდება. ამერიკა რჩება ყველაზე მთავარ გეოპოლიტიკურ ფაქტორად მსოფლიოში და ასე იქნება კიდევ ძალიან დიდხანს. აქაური არარაობები, აქაური მანქანები, აქაური პიტეკანთროპები, აქაური მაკაკები, რომელიც მოასწრა საქართველოს როგორც გეგმნა, რომ მათი შეიყოს ეს. რა თქმა უნდა, მათ წინამდე ეს ვერ მივადი, რომ მათი ტვინი გლუვია და პატარა. მაგრამ ჩვენმა ხალხმა ეს კარგად იცის და გძნობს, რომ ჩვენ ბრძოლას ხალხს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და ცივილიზებული სამყარო ახალ ძლიერდება, როგორც არასდროს. ამიტომ უნდა ყველა მეტად ვთქვათ, მოდის საქართველოს გადარჩენის და დიდი აღშენებლობის პერიოდი. მოდის ისეთი საქართველოს შექმნის პერიოდი, რომელსაც არასდროს არ გვინახავს ჩვენ ისტორიაში. ჩვენ გადავაჭარბეთ იმასაც, რაც იყო აღმაშენების და თამარის დაუწყებში, იმიტომ რომ ახალი სიტუაცია, ახალი გარემოსტრი, ახალი გლობალიზირებული სამყაროა, სადაც ჩვენი თვითყოფადობა შენარჩუნებული და ჩვენ ამ კოლონიურ უბედურებას მოვიშორებთ, რომ დღეს მაგალითად ბათუმში ქართული ლაპარაკი თითქმის აღარ იცის. ჩემი შვილი იყო შეკვეთილში და მითხრა, რომ თავი არ ვცნობდა თავს საქართველოში. ყველაფერი არ რუსულად. ეს რაც რუსებმა ვერ მოახერხა შეიარაღებული ძალით, იმიტომ რომ ჩვენ გმირულად გაუწიეთ წინააღმდეგობა, ის იყო ახლა GRS. მათ მოახერხეს
აი ასეთი ტიპის დაპყრობის გზით. როგორც ის საქართველოს შეიძლება სიტუაცია, სამიზო რეჟიმი რუსეთთან გამკაცდება, ქონებრივი ურთიერთობები რუსეთთან გამკაცდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ საქართველო დაიცავოს ქართველებისგან და მათ მაგივრად ჩამოსახდნენ ციმბერელები, ჩუქჩები, მორდაველები, ბაშკირები, თატრები, აზარიდან, ან მოსკოველები და პეტერბურგები. ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ყველა ქართველს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საუკუნეების განმავლობაში არის დაკავშირებული ამ ქვეყანასთან მიუხედავად ეთნიკურ წარმომავლობისა და არა ახლა შემოსეულ ვითომ ტურიზმის სახით ან ვითომ ახალი ქონების შეძენების სახით რეალურად დამწუხრდეს. ამისთვის არ ვარ ვითარებ ჩვენ ქალაქ. ჩვენ გვაქვს თელიშავის ზუსტირეთი გასავითარებელი, დაწყებული ფოთიდან და უყურევამდე და დამთავრებული ანაკლია ლაზიკიდან სოუნდა და იმის იქიდანს. მაგრამ ამისათვის შეგვჭირდება ახლა მომზადება. და ამისათვის შეგვჭირდება სიმტკიცე იმხარე ძალიან დიდი თვითორგანიზებულობა. რითი იმარჯვებენ წარმატებულ თავისუფლების მოყოლეები? მილსების დაცვით, აი საქართველოს საკმარისი მეტად არის საკუთარი მილსების გაცდა და თვითორგანიზებულობით, რაც კიდევ მეტად გვჭირდება და ამისთვის უნდა ვისწავლოთ სხვა მაგალითებიც. არ აქვს პერსპექტივა ყაჩაღების დიქტატურის. არ აქვს პერსპექტივა ტირანიის. არ აქვს პერსპექტივა ადამიანების ბაცილებას, გაჩაღვლას, ტექნოლოგიას, მადრიდსებს. არ აქვს პერსპექტივა უკიდურეს სიღარიბეს და ყველაფერს იმას, რასაც თავზე გვახმარება. გუშინ ჩემი ახლობელი იყო MRT-ს გადასაღებად ერთ-ერთი თანამედროვე კლინიკაში, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ დროს აშენდა, პრაქტიკულად ყველა კლინიკა ჩვენ დროს აშენდა და საერთოდ სახელმწიფო მკვლელობა. უბრალოდ პირდაპირ გეკითხება, გაფული თუ არა. ადამიანი არ აქვს მათ გაყაჩაღება, გაამეფეს ფულის დიქტატურა. ფული აქვს ხოლმე ერთი ბუჯა ადამიანს, ყველა და ერთმანეთს მდგომარეობა. ეს გასულ. მათ ვერ შეძლებს. ვერ არის ვითომ მართავს ეგრეთ წოდებულ სასამართლოს, რომელიც არც სასამართლოა და არც პროკურორები არიან, რაც მოსამართლეებთან. სინამდვილეში ყველაფერი არის დიდი სამარცხვინო კომედია. ამ პროცესში იყო მცდელობა მაშინ. პირველი შემოტევა ქართულ დემოკრატიაზე რუსი ოლიგარქის მხრიდან. მაშინ ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ეს შემოტევა მოიგერია. 2012-ში უკვე ვეღარ მოვიგერიეთ, რუსეთმა ჩაგვიტარა დიდი სპეცოპერაცია. მას შემდეგ რაც ისინი მოვიგერიეთ 2008-ში და საქართველოს გადავარჩიეთ როგორც 2007-ში, ასე 2008-ში. 2012-ში მოგვიხდა უკანდახევა. ძალიან დიდი უკანდახევა საქართველოს. როგორც კახაბენდუბიძე ამბობდა, საქართველოს გადადგა ერთი ნაბიჯი წინ და ჩააბიჯა დემოკრატიის და ჩააბიჯა ქართლში. აღმოჩნდა ესეთ ქართლში. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვენ უნდა ჩავთვალოთ ქართლში ეს მართლმსაჯულები და საქართველოს ეროვნული სხეული და ამოვიყვანოთ იქიდან. მინდა გითხრათ, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმრს მინდა თქვა, რომ მე ვარ ალბათ უმთავრეს პოლიტპატრიოტი, მე მაქვს უფრო მეტი ბოჟირი ამათგან, ვიდრე ყველა პოლიტპატრიოტს ერთად აღებულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს სოლიდარობა თითოეული მათგანის მიმართ, ეს კიდევ უფრო მეტად მიმზადებს გასცდას, რომ ყველა მათგანი არის გასათავისუფლებელი. მე ასევე მინდა მოუწოდო ტელევიზიებს, რომ მათ შორის ოპოზიციურ არხებს, რომ შეწყვიტონ პრაქტიკულად ნაწილობრივი იგნორირების რეჟიმი ჩემ მიმართ. მე ვარ თავისუფალი ტელევიზიების მომხრე საქართველოში. თავის დროზე რუსთავიები 90 წელს გადავარჩინე, როდესაც შევარდნაძე და მამალაძე უპირებდნენ მას დახურვას და მაშინ ჩაუყარეთ საბუჯველი თავისუფალ ტელევიზიებს საქართველოში. ტელევიზია თავად შეთანხმება მოხდა ჩემს სახლში და მე ვიყავი ამ ტელევიზიის შექმნის სათავეში. და შემდეგ ბევრმა ადამიანმა ვაცურებ პოლიტიკაში. ბევრმა ადამიანმა ზოგიერთ ადამიანმა მოსული აკრძალა ჩემი სახელის
ხდება ამაზე, მაგრამ მე ძალიან მიყვარს თავარი ჟურნალისტები და ძალიან დიდ პატივისცემ და ძალიან ახლობლად თulis მათ. ასე რომ, მინდა ეს წერები, გამოშვები, პირობიტობები გვერდზე გადება გვერდზე გამარჯვებული საქართველო იშლება გამწკინებული ჩვენ საქართველოს დავუბრუნდეთ ჩვენს კინოალებს გაუმარჯოს საქართველოს სლავა უკრაინია